უბრალოდ ეხლა ყოველთვის არის ეგეთი მატერიალური, რა თქმა უნდა, ყველა მაგალითად ქალს უნდა გათხოვება შეძლებულ ადამიანზე, ხო? და ეხლა ყველას უნდა რომ შეძლებულ ადამიანზე პატიოსან, კარგ ადამიანს გაცილდება და მithოვდება თუ ეხლა წაიყვანს მახინჯი მდიდარი გაკითხეთ თორე თქვენ პირადად რაღაც კი არ დაგხსენით და რა უბრალოდ მაინტერესებს მაშინ რა მანქანა არა ისე გეუბნებით სერიოზულ კაცს როდესაც მოიყვანს სერიოზულად ელაპარაკეთ გაიგედა როცა ახალგაზრდას ეყვანთ ერთმანეთს იცინეთ და რაც გინდათ ქენით გაიგე რა თქმა უნდა რამდენი ყოფნიდათ აი თვეში რა აი ფული ამდენი ქონდათ ხოლმე რომ თვეში თქვენ ესე იგი დღეში 60 ერთი მანეთი ყოფნიდა დღეში ერთი მანეთი ერთ სტუდენტებს ერთი მანეთი სულ ქალაქში იქ ყველაფერი ახლა იაფად ქონდა და ისე უნივერსიტეტი როგორ იყო თანხას იხდიდით უნივერსიტეტში სწავლისთვის როგორ გეკადრება თანხას როგორ ვიხდით 500 ლარი მქონდა 500 მანეთი მქონდა ისა სტიპენდია ხო და ბაბუაჩემს ორი ძროხა შეუყვანია იმაში კოლმეურნეობაში რა დიდი ბოდიში უცებ გითხავთ ეგ ყველას ქონდა თუ თქვენ წარჩინებული მოსწავლე იყავით არა კაცო 60-ს 300 ლარი 300 მანეთი ქონდათ და პრიადოსებს 500 მანეთი ოროსნები ბრინჯიან პერაში არაფერი ოროსნებს უშაქრო ჩაი ახლა უშაქრო ჩაი არ ქონდათ იმიტომ რომ მაგათ ყოფნიდათ იმას გაიგე და ნუ ჩამიკრავთ იმას გაიგე ისე იღადავით მე როდესაც მეწავალ გაიგე რა მithქონდა გამოირჩეოდნენ ხა ოროსნები 60-ნები და 500-ნები ოროსნებს ქონდათ ოროსნები არ იყვნენ მაშინ კარტოფილის ხინკალი გარიცხავდნენ რო გარიცხავდნენ ამაზე რატო უნდა იცინოთ რომ არის სწავლია გარიცხავდნენ ეგ სხვა შორის სირცხვილი იყო ხო სირცხვილი არა ვაშით ეხავდა მაგრად ხო ანუ სირცხვილი იყო რო არ სირცხვილად ითვლებოდა რო არ სწავლობდი რო არ მუშაობდი აბა ახლა არ ცოდნაში იხდის ქართველი კაცი ფულს საზღვარგარეთ აგზავნის სასწავლებლად ის არ სწავლობს და ისინი ამბობენ რომ ერთადერთი ქვეყანა არის ალბათ საქართველოს სადაც არ ცოდნაში ხარჯავენ ამოდენა ფულს. ნუ პაზორი იყო ოჯახისთვის რომ ეს იყო. აბა რა. კინოს ბილეთი ღირდა 10 კაბინი. მეც მომინდა კომუნიზმი.